ჯერ საქმე ხელახლა დაწყებული არ არის გამოძიება და ნანა ფაჟავა გახლავთ ჟურნალისტი, რომელიც სამეგრელოს სინდის დავარქმევდი, უბრალოდ კარგახანია დავარქვი და ნანა ფაჟავამ მიწიდან ამოიღო, რასაც ქვია მოწმე, ოქროს მოწმე ქვია მას და აი ცოტა ხანში აი ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე უკვე ირაკლი შოთაძის ჯერ ბადაშვილი იყო და შოთაძე მოადგილე და შემდეგ უკვე ირაკლი შოთაძემ გადაიბარა და აი ამ მოწმის ნანას ნაპოვნი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაიწყო ხელახალი გამოძიება, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება. ეხლა ეს ვინ იყო ეს მოწმე? ეს იყო პატარა ბიჭი, რომელიც მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო. მე არ ვამბობ, რომ ეს ანგელოზია იყო, თუმცა მე მას ყოველდღე ვნთებ სანთელს, იმიტომ რომ მან არ შეასრულა ბრძანება და არ მიიღო მონაწილეობა მამაჩემის კვლელობაში. თუმცა იქამდე იყო მისი მარჯვენა ხელი, ამას არც მალავს, ექვემდებარებოდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მისი უშუალო უფროსები იყვნენ თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა. ეხლა გიყვებით აი ამის ჩვენებას. 2007 წლის მაისის თვეში მეგის ქარდავამ დამიბარა თავის სამუშაო კაბინეტში, სადაც იყო მარტო და მითხრა, რომ უფროსების დავალება იყო შესასრულებელი. თუ ვის გულისხმობდა უფროსებში, ჩემთვის არ განუმარტავს. ასევე მკითხა, გაგონილი მქონდა თუ არა გურამშარაძის სახელი და გვარი, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ ასეთ პიროვნებას არ ვიცნობდი. მან მითხრა, რომ სულ ტუპიაკი ხარო. ამის შემდეგ განმიმარტა, რომ მოსაშორებული იყო გურამშარაძე, აღნიშნულზე მე ვკითხე მოსაშორებელში რას გულისხმობდა. დასაჭერი ხომ არ იყო მეთქი, რაზედაც მიპასუხა, რომ დასაჭერი კი არა, ფიზიკურად იყო მოსაშორებელი. ამის შემდეგ მე მომცა დავალება, კერძოდ აღნიშნული საქმის შესასრულებლად ქალაქ თბილისში უნდა ჩამომეყვანა ორი პიროვნება, რის შემდეგაც ჩვენ დაგვიკავშირდებოდა მეტსახელად მასტერა. მე ამ უკანასკნელს ფიზიკურად არ ვიცნობდი, მხოლოდ მისი მეტსახელი მქონდა გაგონილი და ვიცოდი, რომ მუშაობდა პოლიციაში. მეგის ქარდავამ დამისახელა იმ ორი პიროვნების სახელი და გვარი, ვინც უნდა ჩამეყვანა ქალაქ თბილისში და მოეკლათ გურამშარაძე. ესენი იყვნენ გია ფაჩულია და მეტსახელად ჯგერე, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, მე ვიცი და ეს გახლავთ თემურ ჯგერენაია. ესენი იყვნენ გია ფაჩული. მაინც ეს მასტერაც განმარტოთ ის. დიახ. გიორგი დგებოაძე, ასევე კუდის მაღალჩინოსანი, ასევე ადამიანი, რომელიც მონაწილეობს იგივე გირგვლიანის საქმეში, სამი აჭარელი ბიჭის დახვრეტაში, ნავთლუღის სპეცოპერაცია არ არის ცნობილი და უამრავ სხვა დანაშაულში. უამრავ სხვა დანაშაულში, კი ბატონო. ჩვენთან ეს პირველად აქ გაიჟღერა მისმა გვანმა და მეცახელმა და კიდევ არის მეორედ ჩვენ სახლში. ესე იგი ორივე მათგანი მუშაობდა სპეცდანიშნულების რაზმში, ანუ ეს ქადარია და ფაჩულია. მეგის ქარდავამ კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ჩვენ შორის საუბრის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა და დამემუქრა ოჯახის წევრების მისამართით. ჩემთვის მეგის ქარდავას არ დაუკონკრეტებია ზუსტი თარიღი თუ როდის უნდა შემესრულებინა მისი დავალება. მეორე დღეს მეგის ქარდავამ დამიბარა თავის სამუშაო კაბინეტში და ხელზე გადმომცა 5,000 ლარი პრემიის სახით. მე აღნიშნულზე გაოგნებული დავრჩი, თუ რატომ მომცა ამხელა თანხა პრემიის სახით. არაზროს ყოფილა შემთხვევა ასეთი თანხა ამეღოს, მით უმეტეს ხელზე. როდესაც გავერკვიე საქმის ვითარებაში და მივხვდი, რომ მონაწილე ხვდებოდი საშინელი ტრაგედიისა, მეორე თუ მესამე დღეს შევედი მეგის ქარდავასა და ვუთხარი, რომ ვიყავით ცუდად და აღნიშნულ დავალებას ვერ შევასრულებდი. აღნიშნულზე ქარდავამ დამიწყო ყვირილი და დედის მისამართით გინება. ასევე დამემუქრა ოჯახის წევრების დაჭერით და გამომაგდო თავის სამუშაო კაბინეტიდან. დაახლოებით ერთ კვირაში ტელევიზიის საშუალებით გავიგე, რომ ქალაქ თბილისში მოხდა გურამშარაძის კვლელობა. ჩემსა და მეგის ქარდავას შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყება ურთიერთობა. ესე იგი, ეს კაცი უკეთ მიხვდნენ, რომ ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში, რახან არ შეასრულა დავალება, ჯერ იმ წუთას დაიჭირეს, მერე თენგიზ გურამამ თავის კაბინეტში ათრია, ბოდიშის ვიხდი ამ გამოთქმისთვის. იქ უთხრა, რომ შენ ახლა წახვალ შენ საკუთარ ბიძას, რომელიც რუსეთიდან რაღაცას ვაჭრობდა და 2 კაპიკი ქონდა, დაიჭერ, საკუთარ ბიძაზეა ლაპარაკი, ჩაღუდებ ნარკოტიკს და დაიჭერ. ამაზე საერთოდ ვარზე წავიდა, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ შეუვარი, ხო, ეხლა
ეს 5000 ლარი გადასცა კოხტა კოდუას ბიძამ პირადად, ხოლო იარაღიც აჩუქეს, ეს არის ყომყლილობის იარაღი, ეს ისე გადასცეს და რისთვისაც ახლა გეტყვით, კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა თვითონ კოხტა კოდუამ. ამ თქვენს ოქროს მოწმეს. ჩემს ოქროს მოწმეს ეს დავალება რომ ისცეს, სანამ უარს იტყოდა ბოდიში. შარაძის მკვლელობის? შარაძის მკვლელები რომ მეგისმა გადასცა. მეგის, არა, მეგის გადმომცესო ეს მოწმის ჩვენება წავიკითხე, მაგრამ მე კი აგძელებს და უამრავჯერ არის ეს დაკითხული. უამრავჯერ არის დაკითხული ეს. კოხტა კოდუამ მიცა ეს ფული, ყოველ შემთხვევაში. ფული მისცა ბიძამ, კოხტა კოდუას ბიძამ და კოხტა კოდუა მისცა იარაღი ოღონდ ქარდავას დავალებით. ეს ქარდავას შეხვდა, იმან ასეთი დავალება მისცა. მე ამათმა დააჯილდოვეს. მე ამან იფიქრა, რომ ვერ ვიზამო, გამოიკითხა ვის მოსაკლავად მიდიოდა და რომ მიხვდა, რომ არ უნდა მიეღო მონაწილეობა, მივიდა და უთხრა ცუდად ვარო. ამისთვის სასტიკად სცემა თენგიზგუნავამ საკუთარი ხელით, საკუთარ კაბინეტში. თენგიზგუნავა იყო მეგის ქარდავას იმ წუთას მისი შეფი. მოადგილე იყო ქარდავა და სამეგრელოს პოლიციის მოკლედ და უხეშად მე სხვანაირად ვერ ვიმახსოვრებ. და ფიზიკურად იქვეცემა მერე დაავალეს საკუთარი ბიძის დაჭერა, ჯერ ნარკოტიკი უნდა ჩაედო ტყუილ უბრალოდ და არ გააკეთა და ამიტომ შეუვარდნენ სახლში, სასტიკად სცემეს, ამოიღეს ამ კოხტა კოდუას მიერ მიცემული იარაღი, მისი უკანონო შენახვისთვის, თავისივე მიცემული იარაღის უკანონო შენახვისთვის დააპატიმრეს, ჯვარს აცვეს, რა თქმა უნდა ეს 5000 ლარი წაართვეს და წლები ძალიან ცუდ ვითარებაში ყავდათ, მე რომ დარწმუნდნენ რომ არ გაქვთ თქვამსო, გამოუშვეს.